მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ედიტორიალს, მე ვარ ჟურნალისტი თიკო ტექნაძე. უკვე ერთ თვეზე მეტია ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ხელისუფლება კელი დეგნანის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს მართავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ფორმატიდან გამომდინარე საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა შეხვედრის დეტალებზე. ვიცოდით მხოლოდ ერთი რამ, თავდაპირველად ხელახალი და შემდგომში უკვე ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება იყო ყითელი ხაზი როგორც ოცნებისთვის, ასევე ოპოზიციური ლიდერებისთვისაც. თითქოს და ერთიანი ოპოზიციისთვის შეგვიძლია ასე ვთქვათ, რადგან 2 დღის წინ შეიძლება ითქვას კარტები მთლიანად ამოწიალდა, მედიაში დოკუმენტი გავრცელდა, სადაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები იყო ჩამოწერილი. ყურადღება გამახვილდა ძირითადად პლებისციტზე, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და არ იყო გაჟღერებული, ეს ვერსია, ასევე დაწვრილებით იყო ჩაშლილი საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევის წესები და უშუალოდ ხმის მიცემის დღის პროცედურები. მომდევნო დღეს კი 7 ოპოზიციონერის პარლამენტში შესაძლო შესვლამ სრულიად გააშიშვა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ფორმატი და შესაძლებელია ეს მართლაც იყო მოლაპარაკების სპეციფიკა, რომ საბოლოო შედეგი არ დაზიანებულიყო დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, როგორშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრები კიდევ უფრო აზიანებს ამ პროცესს. პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ოპოზიციონერები ძირითადად ხალხს პირდებოდნენ, რომ რამდენიმე დღეში ისინი ეტყოდნენ მოსახლეობას თუ რაზე მიდიოდა დახურულ კარს მიღმა საუბარი და ასეც მოხდა. გავიგეთ, რომ ქართული ოცნება წითელ ხაზად ისევ ადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების საკითხს ტოვებს, ოპოზიციაში კი როგორც ჩანს ეს მიდგომა უკვე არაერთხელ გადაიხედა ზოგიერთი პარტიის მიერ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ რაზე დგას უკვე ეს ერთობა რთული განსასაზღვრია. ერთიანები არიან მოსაზრებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. აქამდე ერთიანები იყვნენ იმაშიც, რომ ბოიკოტს მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშნვის შემთხვევაში შეწყვეტდნენ. როგორც ჩანს, ზუსტად აი აქ შეეპარა წყალი ოპოზიციის ერთიანობას. გულისხმობ პრიორიტეტების სხვანაირად დალაგებას სხვადასხვა ლიდერების მხრიდან. ერთნი მყარად დარჩნენ თავიანთ პოზიციაზე, ზოგი კი მათი თქმით უფრო შორს იხედება და თუ უბარიო, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება ახალი ადმინისტრაციით, ისინი პარლამენტში შესვლას განიხილავენ. თუმცა ოპოზიციის ამ ნაწილს ესმის, რომ ამაზე ყველა სხვა პარტია უნდა დაითანხმონ, თუმცა ჯერჯერობით ეს ცდილობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას და უკვე მწვავე დაპირისპირებას კობახიძის განცხადებებით წამოეწია. მისი თქმით შექმნია საგამოძიებო კომისიას და თუ 0.1%-იც კი იქნება გადახრა, ისინი დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს და თავად კობახიძეც პოლიტიკიდან წავა. ასევე დაფინანსების საკითხი წამოიჭრა თავიდან, ვინც არ შევა პარლამენტში და უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე, საბიუჯეტო დაფინანსებასაც ვერ მიიღებს. და თუ მანამდე ოცნება ოპოზიციას დროს მისცემ და კიდევ ერთხელ დაეწონათ შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში, ახლა მათი მოთხოვნა უმალვე დაკმაყოფილდება და შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა პოზიციები. ელისაშვილი და იოსელიანი, პარტია მოქალაქეების ლიდერები, აცხადებენ, რომ ხვალ მანდატებზე უარის ხმას არ აპირებენ და არც დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომელიც მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტს. ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ცერემონიაში მონაწილეობას აპირებს, ფიქრობს, რომ ამ აქტით პარლამენტში შესვლა არ შეცვლის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება და ერთპარტიულ პარლამენტზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. არის კიდევ ერთი საკითხი, სანამ სტუმართან გადავალ და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორც აღმოჩნდა 11 დეკემბრამდე, ანუ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, ხელისუფლებას და შეუთანხმებლობა ოპოზიციის ნაწილისთვის მოლაპარაკებების უშედეგო დასრულებას არ ნიშნავს და კომპრომისის მიღწევის რესურსს ისინი კვლავ ხედავენ. მეორე ნაწილისთვის კი პირველ სხდომამდე ასეთი კომპრომისის არარსებობა და დამატებით კობახიძის განცხადებები ნიშნავს, რომ ოცნება მოლაპარაკებებს შლის და ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩა ბოიკოტის გაფორმება. აღსანიშნავია, რომ წესით დღეს ჩანიშნული მოლაპარაკების მეხუთე რაუნდიც გადაიდო და ის სავარაუდოდ უკვე ორშაბათს არის ჩანიშნული. საუბარს ამ თემებთან დაკავშირებით ვიწყებთ პოლიტოლოგთან ლევან ლორთქიფანიძესთან. გამარჯობა ბატონო ლევან, პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ გვერდებით გადაცემაში და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. თქვენ როგორ აფასებთ იმ ყველაფერს, რაც ახლა მე ვილაპარაკე და რასაც თქვენც ადევნებთ თვალს, რატომ გახდა თქვენი აზრით ეს ყველა საკითხი მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც პირველ სხდომამდე, პარლამენტის პირველ სხდომამდე სულ რაღაც ერთი დღე არის დარჩენილი, რა ხდება თქვენი აზრით ოპოზიციაში?
მოგესალმებით, თიკო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს უსურვებ აი ამ თქვენს პლატფორმას, რომლის შესახებაც უცოტა ხნის წინ შევიტყვე და როგორც ჩანს, ბევრი ისინი გაქვთ ლაივ სტრიმები და ესე ნელ-ნელა მე დარწმუნებული ვარ და შორს წახვალთ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, საინტერესო მონოლოგი გქონდათ და ძალიან საინტერესო აქცენტებიც დასვით და ოპოზიციაში ბევრი რამ ხდება. მაგალითად პირველი, რასაც შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მოტივაცია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე, თუ არ ვიტყვით ერთ-ერთ სიტყვას მოტივაციაზე. აი თქვათ, რა მოტივაციით მონაწილეობს ამ დიალოგში ნაციონალური მოძრაობა. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშობს ნულოვან ჯამიან თამაშს. ეს ნულოვან ჯამიანი თამაშის შედეგი შეიძლება იყოს ან ყველაფერი, ან არაფერი. რაღაც შუალედური ვარიანტი, რაღაცაზე შეთანხმება, რაღაცას გადავადება, გარკვეული პროცედურების საშუალებით აი იმ საყოველთაო მიზნამდე მისვლა, მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აინტერესებს, მათ უნდათ რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. და მხოლოდ ამიტომ მიდიან აი ამ დიალოგზე და მოლაპარაკებებზე და როგორც ჩანს აი ამ მოლაპარაკებების საშუალებით ვერ მივა ოპოზიცია რიგარეში არჩევნებამდე, ხელისუფლება ყაბულს არ არის ამ წინადადებაზე, შესაბამისად ამ პარტიისთვის ნელ-ნელა ეს მოლაპარაკების პროცესი კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ თუ ალეკო ელისაშვილი დავუჯერებთ, ნაციონალურ მოძრაობაში არიან ადამიანები, ვინც პირიქით სხვა რაღაცებს განიხილავენ და აი რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა, ეგ ევროპულ საქართველოს უფრო მიესადაგება ალეკო ელისაშვილის არა მხოლოდ ძალიან საინტერესო შენიშვნაა, ნაციონალურ მოძრაობაში არათუ არიან ასეთი ადამიანები. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არის ასეთი ადამიანი. ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ძალიან მისთვის, ასე ვთქვათ, უჩვეულო განცხადება გააკეთა, ძალიან, ასე ვთქვათ, ზომიერი, თანმიმდევრული, ის ცდილობდა, რომ გარკვეული პირობების შემდეგ საპარლამენტო პლატფორმა გამოეყენებინა თავის პარტიისთვის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობიდან ის მოკვეთეს, ხო? იმიტომ რომ მოტივაცია სხვანაირია. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს მოტივაციაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, აქ უკვე მე ვიზიარებ მაგალითად ბატონი ელისაშვილის დანაპარტიელების არგუმენტაციას, რომ ევროპული საქართველო წარმოიდგინეთ წინა პარლამენტში იყო 22 კაცი წარმოდგენილი. ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობა. საპარლამენტო უმცირესობასთან დაკავშირებული მთელი ინფრასტრუქტურა, ხო? კომიტეტებში მინისტრების მოადგილეები, ვიცე-სპიკერის თანამდებობა, რამდენიმე აპარატი, ძალკე უმცირესობისთვის, ძალკე ფრაქციებისთვის და მისი ლიდერებიც იცით, რომ ძალიან ამბიციური და დიდი ეგოს პატრონი ლიდერები არიან. და დღეს ამ არჩევნების შედეგებით ისინი აღმოჩნდნენ სრულიად გარიყული პოლიტიკური პროცესიდან. რა ვიცი, მილიონზე მეტი, 2 მილიონამდე დახარჯა ევროპულმა საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და 4 თუ 5 კაცი გაიყვანა პარლამენტში. თან მათი გამოკვეთილი პარტიული ლიდერები მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან, ასე ვთქვათ, მოგრძალებული შედეგებით გამოვიდნენ, ხომ? ზუგდიდში ხა შეიძლება გააყალბო 20%, 30% გააყალბო, ხო? მაგრამ 6% აიღო იმაში ფოთში გიგაბოკერიამ და 7% თუ 8% აიღო ზუგდიდში გიგი უგულავან. ასე რომ ამ ხალხისთვის ეს არჩევნები ისედაც წაგებული და არჩევნებია, კარგავენ ყველაფერს ამ არჩევნების შედეგებით. და თავისი ძალიან დიდი სისუსტეები წარმოაჩინეს და ერთადერთი გზა დარჩათ რომ თქვან რომ აი რიგარეში არჩევნები უნდა დაინიშნოს და სხვა გზით ეგება მოხდეს მათი შედეგების რეაბილიტაცია ქუჩაში, იცით, თქვათ გიგი უგულავა ყალიბდება ქუჩის ლიდერად თავისი, ასე ვთქვათ, ასეთი ხმამაღალი მაღალ ტონალობაში გამოსული. ანუ აქ ნახეთ ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის ძირითად ლიდერთა და ევროპული საქართველოს მიზნები, მაგრამ ნახეთ თიკო მოტივაციებია განსხვავებული, ხო? მოტივაციები, ევროპული საქართველოს მოტივაცია განსხვავებული არის იმისგან, რა ქვია, ნაციონალური მოძრაობის მოტივაციისგან. და ეხლა ჩვენ ყველა პარტიას ხო ვერ ჩავყვებით, მაგრამ მე შემიძლია ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს აი ამ შედარებით მცირე ზომის პარტიებმა, რომ აი ჩაებნენ იმ ლოკომოტივში, რომლის სათავეში ნაციონალური მოძრაობა იდგა. იმიტომ რომ ამით ისინი იმდენად პატარები არიან, ჯერ არც თავიანთი პარტიული სტრუქტურები აქვთ ისე გაწევრიანებული, რომ მათი სახე ნელ-ნელა დაიკარგა.
და როცა მათ უკვე გადაწყვიტეს რომ გამოსულიყვნენ ასპარეზზე და თავიანთი დამოუკიდებელი სახე დაიფიქსირებიათ, უკვე ამუშავდა ეს ეგრეთ წოდებული შევიწროების სისტემა, რომ თქვენ ღალატობთ, აი ერთი წუთით დავასრულებ ხო? აი თქვენ ღალატობთ ოპოზიციურ ერთობას, იქ იცით თქვენ რომ როგორი ძლიერია თქვა ოპოზიციური მედია საქართველოში, მიდის ეს პოპულარული სიტყვა ხო ბულინგი, აბულინგებენ ამ პატარა პარტიის ლიდერებს და ახლა ისინი არიან ორ ცეცხლშუა. თან უნდათ პარლამენტში შესვლა, თან ადრე ლოკომოტივში არიან ჩაბმული, რომ სადაც მათი მნიშვნელობა გამოკვეთილი არ იყვნენ და არც თავის წინაშე არიან მართალნი, არც თავისი პარტნიორების წინაშე, არც თავისი ამორჩევლის წინაშე. უკაცრავად რომ რა თქმა უნდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მით უმეტეს ზოგიერთი პარტიისთვის ეს არის დებიუტი, ასე ვთქვათ. ეს მოქალაქეებისთვის, ხომ? ეს არის დებიუტი და თუნდაც გაყალბებული არჩევნების კვალობაზე, როგორც ისინი ამბობენ, მათ მიიღეს 2 მანდატი. ეს არის ხო გარკვეულწილად წარმატება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გირჩის შემთხვევაში. ისინი არც მალავენ, რომ მათ პარლამენტში შესვლა. და ეს ბუნებრივია. თუმცა თქვენ რასაც ამბობთ, რომ ისინი უბრალოდ აყვნენ მაგალითად დიდ პოლიტიკურ ჯგუფებს, ეს არგუმენტი ხო არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, საპირისპირო, რომ კი არა, აყვნენ უბრალოდ ისინი ვერ ხედავენ თავიანთ თავს პარლამენტში ოპოზიციაში თუ არ იქნება კიდევ დამატებითი ძალები. იმიტომ რომ რეალურად მაგალითად გირჩი 4 პარლამენტარით და ალეკო ელისაშვილი მაგალითად 2 პარლამენტარით დიდი ზონა არ არის, როგორი ტვინებიც არ უნდა გქონდეთ ხო ამ პოლიტიკოსებს. შესაბამისად, მათ უწევთ, რომ ანგარიში გაუწიონ დიდ პოლიტიკურ ძალებს. ძალიან საინტერესო შეკითხვა თიკო და მე აი ამ საქართველოს პარტიული სისტემის ტრანსფორმაციას ვიკვლევ, ჩემის კვლევითი ინტერესის საგანია და მოდით ისტორიული მაგალითით გიპასუხებთ, ხო? ძალიან დიდი ძალიან ღრმა ისტორიაში ეს არ არის, აგერ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. 2008 წელს მაგალითად პარლამენტში შევიდა დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჩემი მოგვარე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მასთან საერთო არც პოლიტიკურად და არც სისხლისმიერად არა, მაგრამ ხო შევიდა პარლამენტში, მას არავინ არ იცნობდა. მას ქოქოლა დააყარეს თავზე. უთხრეს, რომ უღალატა საერთო ოპოზიციურ პოზიციას. გახსოვთ 2008 წელსაც მანდატები დაჭრეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მაგრამ შემდეგ იქ საპარლამენტო საქმიანობისთვის ამ კაცმა მოიხვეჭა სახელი მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ერთადერთი იყო იგივე ჯონდი ბაღათურია, რომელიც ძალიან არასერიოზულად აღიქმება დღესაც და თქვათ მანამდელ პერიოდშიც, მაგრამ როცა პარლამენტში საქმიანობდა და მარტო ის იყო, თქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის გააკრიტიკა ერთ-ერთი მისი საპრეზიდენტო გამოსვლის დროს და თავისი გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში რა თქმა უნდა ჯობს, რომ ოპოზიცია მრავლად იყოს წარმოდგენილი და 60 კაცი ძალიან დიდი ის არის ამბავი. თიკო ძალიან დიდი ძალა არის საპარლამენტო დემოკრატიაში, როცა 60 კაცი არის ერთ მხარეს. მაგრამ მე ამ პატარა პარტიებისთვის პარლამენტში შესვლა არის შანსი, რომ დაფიქსირდნენ ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციად. დაფიქსირდნენ ხალხის პრობლემების მთავარ გამხმოვანებლად საპარლამენტო დებატების დროს, კანონების მიღების დროს. ასე რომ მე მთლად თქვენს არგუმენტს არ ვეთანხმები, რომ თქვათ პარლამენტში შესვლით, რადგან მარტონი და ცოტანი იქნებიან, ეს პარტიები დაზრალდებიან. პირიქით, თავიანთ უნიკალურობას გაუსვავენ ხალხს და იტყვიან, რომ ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც პარლამენტში ვართ და შიგნით მარტონი ვებრძვით აი ამ 90 კაციან ძალიან უფერულ უმრავლესობას. დიახ, მესმის გაჩნია, როგორ შეხედავ ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა არის ის ფაქტორი, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნება აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. ოპოზიციის პარტიის ლიდერები, როდესაც ახლა რა არგუმენტით თქვენ მოიყვანეთ, ოპოზიციის წარმომადგენელი ალბათ აქ რო იჭდეს, შემნათქვათ გეწყოდათ, რომ არათუ კანონი გაითვალისწინეს მაგალითად, რაც თუნდაც ინიცირებული იყო ოპოზიციის მხრიდან, არამედ რეკომენდაციები და ჩასწორებებიც კი ქართული ოცნების მხრიდან არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციამ, რაც წარადგინა. შესაბამისად, ეს წონიანი არგუმენტია იმისთვის, რომ ოპოზიციამ თქვას, რომ პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს, მით უმეტეს, რომ გაყალბების ნიშნები, რასაც ოპოზიცია ამბობს, არის ჩვენ ვერ ვიტყვით, რამდენი პროცენტით როგორ გაყალბდა, თუმცა მათ ამის ლეგიტიმური უფლება და ასე ვთქვათ,
ლეგიტიმური შესაძლებლობა აქვს, რომ თქვან, მით უმეტეს რომ ოპოზიცია ალბათ ვიტყო და კიდევ ერთხელ აქ რომ იჯდეს, რომ მათ ყველანაირი კანონიერი გზა გამოიყენეს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენა. გავლენა გულისხმობს, რომ თუნდაც გადაეცვალათ, თუნდაც რაღაც ის პრეტენზიები, რაც ჰქონდათ მათ, ელემენტარულად დაეკმაყოფილებინათ საჩივრები. თუმცა ეს ყველაფერი რომ მორჩა ქართულმა ოცნებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რომ აი მოდი ახლა გადავთვალოთ. და ახლაც კი, როდესაც უკვე ყველანაირი შემაჯამებელი ოქმია დაწერილი და ხვალ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ქართული ოცნება სთავაზობს ოპოზიციას, რომ გადავთვალოთ ხმები. ნუ აი ეს ოპოზიციისთვის არის აბსურდი. ნუ გარკვეული ნაწილისთვის. გეთანხმებით და რა საინტერესოდ მიდის ჩვენი დიალოგი, რომ აი ამ არგუმენტების წონებს ვამოწყებთ, ხო, ჩვენ რამდენად წონიანი არგუმენტი. თქვენ რაც თქვით, მე ბევრ რამეში გეთანხმებით და თუ გნებათ ქართულ ოცნებაზე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ მე უყურებ ახლა ჩემი მსჯელობის დროს ყველაფერს ოპოზიციური პარტიის პერსპექტივიდან, ხო? თქვენ მართალი ხართ, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გაითვალისწინა და ვერაფერი ვერ შეცვალა ოპოზიციიდან, ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, როდესაც ისინი პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ მოდით ახლა ერთი წუთით ჩვენ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი, თქვათ უფრო პატარა პოლიტიკური პარტიების ადგილას. ისინი მანამდე არც არსებობდნენ. მათ აქვთ თქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა, რომ ნაციონალებს უფრო იცნობენ და ევროპულ საქართველოს და ისინი ეხლა იდგამენ ფეხს. და წარმოიდგინეთ ესეთი პატარა პარტიებისთვის რამდენად დიდი რესურსი იქნება, რომ მოხვდნენ პარლამენტში, ისაუბრონ პარლამენტში, შეიძლება ვერაფერს შედეგს ვერ მიაღწიონ გრანდიოზული ცვლილებების თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარი პარტიული სტრუქტურების შენებლობისთვის. თქვათ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თვის მომზადების თვალსაზრისით. შემდეგ შეიძლება ეს პარლამენტი ასეთი შემადგენლობის თუ იქნა და ძალიან ცოტა თუ შევიდა ოპოზიციიდან ის შემადგენლობაში ადვილი სავარაუდოა რომ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ანუ ეს პარტიები იგივე ალე კოელისაშვილი, გირჩი, ლევო, სხვები ამ ყველაფერს უნდა უყურებდნენ ჩემი აზრით, გარდა თქვა სახელმწიფოებრივი და რაღაც სხვა ამოცანების თვალსაზრისით, გარდა უნდა უყურებდნენ როგორც თავიანთი პარტიული მშენებლობის კუთხით. და ეხლა წარმოიდგინეთ ალე კოელისაშვილი ორი კაცით პარლამენტში, უნიკალურად მარტო ისინი რომ იყვნენ პარლამენტში, პლუს რაღაც დათმობები გამოიტანეს აი ამ მოლაპარაკებებიდან, პლუს 2 მილიონი მიიღეს ლეგალური დაფინანსება. საპარლამენტო ტრიბუნა მათთვის ღია, ანუ ეს არის მათთვის საშუალება და გარეთ როცა რჩებიან ესეთი პატარა პარტიები ძალიან ასოცირდებიან ხოლმე ნაციონალურ მოძრაობასთან და თქვენ იცით ახლა რომ გარდა ოპოზიციური ტელევიზიებისა ძალიან აქტიურად მუშაობენ ის თქვა ტროლების მანქანები და რაღაცები, რაც ხელისუფლებას ყავს. ხელისუფლებასაც აქვს თავისი ტელევიზიები და მიდის მიზანმიმართულად თქვა ტოლობის ნიშნის დაცვა, დასმა ნაციონალურ მოძრაობასა და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც და აი მიჯნა საზღვარი ამ ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან ბუნდოვანია და პარლამენტში შესვლით აი ამ ბუნდოვანი საზღვრების კაფიოდ გავლების შესაძლებლობა მიეცემოდათ ოპოზიციურ პარტიებს. მე ესე ვფიქრობ. კარგით, მაშინ ამ მსჯელობაში წამოყვებით და ასეთ კითხვას დაგიხსენებთ. თქვენი აზრით, ბოიკოტი, რაც აირჩია ოპოზიციამ, რომელიც რეალურად აღქმული უნდა იქნას ინსტრუმენტად, რომ პოლიტიკურად რაიმე შედეგს მიაღწიონ, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ამ ბოიკოტის ტყვეები აღმოჩნდნენ და დავაზუსტებ თუ შეიძლება ჩემს შეკითხვას ამ კითხვას რატომ გეკითხებით. იმიტომ რომ მე ბევრი ანალიტიკოსისგან, ექსპერტისგან მომისმენია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ასე ხისტად თავდაპირველად პირველივე დღეებში რომ არ ეთქვათ, რომ ისინი ბოიკოტზე მიდიოდნენ, მათ ეკნებოდათ კიდე სხვა გზები, რითიც შეიძლებოდა წასულიყვნენ, იმიტომ რომ აი როგორც სხვადასხვა პოლიტიკოსები ამბობენ, ახლა უკვე ამ გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე პარლამენტში შესვლა ტეხავს, ვიწვი ასე. იმდენად გამოუცხადეს საკუთარ თავს, რომ არა ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, რომ უკვე ხალხისგანაც კი ჩვეულებრივი ამომრჩეველებისგანაც, რომლებმაც დაიჯერეს, რომ აი ეს ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, იქნებოდა სირცხული. ძალიან ბევრისგან მომისმენია ეს პოზიცია და ზუსტად ამიტომ 100%-იანი ხართ, სრულად გეთანხმებით და რაც თქვენ აღწერეთ ეს პროცესი მიუთითებს ჩვენი პოლიტიკური კლასის უმწიფარობაზე.
აი ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო, სულ ცოტა ხნის წინ რაც მოხდა ჩვენს მეზობელ სასომხეთში, ხო? იქ ძალიან თავიდან ძალიან, ასე ვთქვათ, შებრიგებლური პოზიციები ჰქონდა პრემიერ-მინისტრ პაშინიანს, მაგრამ ერთ-ერთი საპარლამენტო განხილვის დროს აი ამ რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტში, რადიკალურმა ძალებმა პარლამენტში იგი დააყენეს ფაქტის წინაშე. მას მოთხოვეს პირდაპირ გითხარით ვისია ყარაბაღი. პირდაპირ გითხარით ყარაბაღის სტატუსის შესახებ. ეხლა ყარაბაღის სტატუსის შესახებ კაფიოდ თავისი პოზიცია რო არ დაეფიქსირებინა, ის რადიკალები და მედია და საზოგადოებრივი ჯგუფები შეჭამდნენ მას. ამიტომ მათ თქვა, რომ ყარაბაღის სტატუსი გასაგებია, ეს არის სომხური ტერიტორია და წერტილი. და დასვა წერტილი იქ. Full stop ესეთ არგმნია, ხო, პირდაპირ ბოლომდე წერტილი დაასვა ამ საკითხს. ამან შემდეგ რაც გამოიწვია, თქვენ ნახეთ, რომ მოლაპარაკებების დროს უკან დასახევი აი და მანევრირებისთვის მცირე მანძილიც არ დარჩა ბატონ პაშინიანს, როდესაც აი ის ომი გაჩაღდა და აი საქართველოშიც თავიდანვე არჩევნების შემდეგაც გამოჩნდა რიგი ძალები ქართულ ოპოზიციაში, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. მათი მთავარი წარმოადგენელი არის ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც თქვათ რეალობას ვერ ფლობს, შორიდან უყურებს, საპარლამენტო ბრძოლის არ ჯერა, რადიკალიზმის მომხრეა ყოველთვის ყველგან ყველაფერში. მას ხავს თქვათ იგივე ბატონი გვარამია თქვენ კოლეგაზე ვამბობ. და ცოტა უხერხულია ხო არ შეიძლება. არა ის გვარამია, რომელიც არის აქ ადგილზე კომენდანტი და ჟანდარმი პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესების გატარებისა და ამ მედიამ დავასრულებთ იქ 2 წამი დამჭირდება. აი ამ მედიამ და სხვა გარეთ ძალებმა ეს ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, მიაყენეს კედელთან და უთხრეს, რომ თუ არ იქნები რადიკალი, ესე იგი სუსის აგენტი ხარ, შეკრული ხარ ხელისუფლებასთან და ასე შემდეგ და რადგან ძალა არ აქვთ, ეხლა ნიკა გვარამიან თუ არ გააშუქა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, საერთოდ მათ შესახებ წარმოდგენა ჩვენ არ გვექნებოდა. ანუ ისინი არიან სასიცოცხლოდ მიბმული ამ მედია რესურსებზე, ამ მედია რესურსებმა გარეთ ძალებმა უკან ნახეს მათ რადიკალური პოზიცია და ისინიც ძალიან მარტივად დასთანხმდნენ ამ პირობებს და ეხლა როდესაც მიდის თიკო მოლაპარაკებები, მანევრირების საშუალება მათ არ აქვს. თავიდანვე ყველა ხიდს რო დაწვავ და შემდეგ ნაპირზე გადასვლა მოგინდება. ვეღარ გადაყვალ იმ ნაპირზე, იმიტომ რომ ხიდი უკვე ჩანგრეული და დამწვარია და გონიერი პოლიტიკოსები თუნდაც ყველაზე რადიკალურად მოწინააღმდეგე ძალასთან ბეწვის ხიდს მაინც ინარჩუნებენ. რომ თუ ეგება ქვეყანას დაჭირდა, ან თუ კარგით ესე პატრიოტულ იმებზე არა გვაქვს ლაპარაკი სენტიმენტებზე, ეგება საქმეს დაჭირდა პრაგმატულად, რაღაც შევცვალო. მაგრამ ამათმა თავიდანვე ეს რადიკალური პოზიცია აირჩიეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. განსაკუთრებით, თქვათ, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის მიღმა არსებული ძალებისთვის, ხო, გირჩი, შვიჩი, ეს ნაციონალური მოძრაობა კი არა, ლელო და აი ამ ძალებისთვის. კი ბატონო, ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ, ამ ყველაფერს ოპოზიცია არქმევს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ერთობას. მაგრამ მე მონოლოგში ვნიშნა, რომ ერთიანები რაში არიან უკვე ცოტა აღარ ჩანს უფრო ძნელი გასაგებია. ძნელი განსასაზღვრია და გამოჩნდა ეს ყველაფერი, ეს ასე ვთქვათ, სიცხადე შემოიტანა, ასე ვთქვათ, ალეკო ელისაშვილმა. აი ახლა მე ალეკო ელისაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ვილაპარაკებ და დაგისვამ შემდეგ კითხვას. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე მან 4-ვე პუნქტზე მიაღწია შეთანხმებას ხელისუფლებას. ეს 4-ვე პუნქტი რა არის? პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე დღემდე კობახიძე ამბობს, რომ არც კი განიხილება. რა თქმა უნდა, გადათვლა, საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასე შემდეგ გასაგები არის, მაგრამ რამდენად შეიძლება ოპოზიციური პარტიები ენდონ ამ ყველაფერს, მაშინ როდესაც მათ წინ უდევთ 8 მარტის შეთანხმებამდე არსებული სიტუაცია, როდესაც ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად წინ დადებული პროპორციული უბარიერო საარჩევნო სისტემა უკან წაიღო და შემდეგ, როგორც ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, ეს 30 მაჟორიტარი ზუსტად იმისთვის დაიტოვა, რომ
პროპორციულში რო გაჭირვებოდა, ასე ვთქვათ, ცოტა არაპოლიტიკურად, ეს 30 მაჟორიტარი გამოიყენებდნენ. რატომ უნდა ეიდოს ახლა მით უმეტეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას სახელი აქვს გაფუჭებული, ასე ვთქვათ, ოპოზიცია, რომ ისინი მომავალ 4 წელში მაგალითად ან საარჩევნო სისტემას შეცვლიან, ან ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს შეცვლიან, რა გარანტიები აქვს? იმიტომ რომ წინა პროცესში ძალიან მარტივად წაიღო ეს სიტყვები უკან და სანამ ელჩები არ ჩაერივნენ, მანამდე რეალურად ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებსაც უარს ამბობდა. აბსოლუტურად სწორია თქვენი ლოგიკა. გარანტიები არაფრის არ არსებობს და არაფერში არ შეიძლება იმ ხელისუფლების ნდობა, რომელიც იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა დიმიტრი ხუნდაძე და დიმიტრი ხუნდაძემ, როგორც წმინდა გიორგის თანამედროვე განსხილვებამ და პროტოტიპმა გველეშაპი დაამარცხა და ამით შეინარჩუნა მაჟორიტარული სისტემა, რომელიც არის ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი და საფუძველი. აი, რამდენი სისულელე და იდიოტობა ვთქვი 10 წამში, ხომ? და ამას სერიოზულად გვიცხადებენ, თქვათ. ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანაშვილი, სხვები და სხვები. ასე რომ გარანტია თიკო არაფრის არ არსებობს. მაგრამ და არც ის არის, რა ქვია, აი ამ რაზეც ალიკო ელისაშვილი და სხვები საუბრობენ, არც მკაფიო არის ფორმულირებები, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგრამ ეს შეთანხმება აჩენს ბრძოლის შანსს, რომ იმ შედეგს მივახციოთ შვიდობიანი დემოკრატიული საშუალებებით. აჩენს მხოლოდ შანსს. კაფიოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ ბრძოლისთვის აჩენს ლეგალურ სივრცეებს. და ეხლა არის წყალგამყოფი იმის თაობაზე, ვინ არის მზად რომ იბრძოლოს ლეგალური ინსტრუმენტებით და გამოიყენოს ეს შანსი ცვლილებებისთვის და ვინ არის მზად იმისთვის, რომ მხოლოდ ქუჩიდან აწარმოოს ბრძოლა. ხომ, აი ეს არჩევანი დგას აქ თორემ ეხლა ნდობაც არ შეიძლება, გარანტიაც არ შეიძლება და ძალიან ძიმე გამოცდილება გვაქვს და კიდევ ერთი ფაქტორი, თიკო, აქ არიან ელჩები ჩართული, ხო? 8 მარტის ხელშეკრულების დროს თქვათ შეერთებული შტატების ელჩი ახალი ჩამოსული იყო და ძალიან კარგად არ იცნობდა თქვათ ამ სისტემას და პოლიტიკურ სპექტრს ისე კარგად როგორ არ იცნობდა, მაგრამ ჯერ ასე თქვათ პრაქტიკაში ნანახი არ ქონდა ყველაფერი. კარჰალცევიც ახალი ელჩია ჩვენს სივრცეში, ხომ? და ისინი უკვე 1 და 2 რაუნდი კი არ აწარმოეს, უკვე ამდენი ხანია შრომობენ, იბრძვიან, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს და მათ აქვთ უკან ზურგი, ისინი თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ, თავიანთ სუპრანაციონალურ ორგანიზაციებს, ევროკავშირს წარმოადგენს, ხო, კარგ ხარცები. ანუ ეს ესე მარტივად მისი დარღვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, მაგრამ ასე მარტივად არა. და კიდევ ერთი საკითხი, რა ვისწავლეთ ჩვენ 8 მარტის ხელშეკრულებიდან? თიკო, 8 მარტის ხელშეკრულებაში იყო ერთი საშინელი ბუნდოვანება ჩადებული, რომ ხელშეკრულებით ქართული ოცნება იღებდა ვალდებულებას, რომ გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები და ამ შეთანხმებას ორივე მხარე მოაწერა ხელი, მაგრამ ვინ არის პოლიტპატიმარი? აი ამ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული. და დღესაც ჩვენ ანუ რა ხდებოდა, რომ პოლიტპატიმარი მაგალითად ჩემთვის არასდროს არ იქნება გიორგი რურუა. მაგრამ ვიღაცებისთვის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი რაინდი, ხო? იქით თუ დიმიტრი ხუნდაძე ყავთ, აქეთ გიორგი რურუა ყავთ, თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდი, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ცნებებზე შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ამ წუთას ბრძოლა ამაზე მიდის. ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის ელჩმა ნახა, რომ წინა შემთხვევის დროს აი პოლიტპატიმრის ცნების ინტერპრეტაცია იყო განსხვავებული და ეხლა ცდილობენ, რომ ყველა ტერმინი, ყველა შეთანხმება, ყველა ინტერპრეტაცია იყოს შეთანხმებული, რომ მერე ხელშეკრულება თუ შედგა და ესე ძალიან სათუა, მაგრამ თუ შედგა, მის გარკვეულ დეტალებს სხვადასხვა კუდები არ გამოაბას ძალკე ოპოზიციამ და ძალკე ხელისუფლებამ. ხო, მაგრამ იქ 8 მარტის შეთანხმების დროს რამდენიმე პოლიტპატიმარზე იყო საუბარი, იყო გიგი უგულავაძე საუბარი, ოქრუაშვილზე იყო საუბარი. უგულავა და ოქრუაშვილი გამოუშვეს და დატოვეს ციხეში რურუა. დიახ. ხო, ანუ თუ ქართულმა ოცნებამ აღიარა, რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შეიტყალა ის ორი პოლიტიკოსი და გამოვიდა, ხო? გამოვიდნენ ციხიდან. თუ ქართულმა ოცნებამ აღიარა
გამოშვებით ხომ რეალურად აღიარეს რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ, აბა რა ქვია სხვა ამბას, რომ პოლიტიკურად რო შევხვდეთ, მაგრამ რურუა დატოვეს ციხეში. აი აქ მაშინ რა ლოგიკა არის ქართული ოცნების? ხომ არ ჩდება განცდა რომ ქართულმა ოცნებამ რურუა ისევ დაიტოვა მაგალითად პოლიტიკურ თვედ, რომ შემდეგ ეს ვაჭრობის საგანი გამხდარიყო მომავალში უკან წაღებული დაპირებებისთვის მაგალითად, რასაც ახლა ვუყურებთ. თიკო ყველგან მუშაობს ძალაუფლების ლოგიკა. აი ქართული ოცნება არის პარტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე დარჩეს ძალაუფლებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი ძალაუფლებისთვის ყველაფერს მოაწერენ ხელს. ყველაფერს იკადრებენ. არათუ ის რომ მართლა საშინელი კრიმინალური წარსულს ჰქონდა გიორგი რურო არ განთავისუფლონ ციხიდან. ასე რომ მე მაკვირვებს რომ თქვენ გიკვირთ ეს, თქვენ არა საზოგადოებას უკვირს. რომ რაღაც მანევრებს, რაღაც საშუალებებს იყენებს ქართული ოცნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როცა გაქვს ერთადერთი მიზანი, რომ ძალაუფლებაში მოხვიდე, როცა არ წარმოგიდგენია საკუთარი თავი, თქვათ, ოპოზიციაში არასოდეს, როცა ყოველთვის იყავი გამარჯვებულის მხარეს და ესეთია შენი პრინციპები და ესეთია შენი ეთიკა, მაშინ ყველაფერია შენგან მოსალოდნელი. ეხლა ქართული ოცნების დღევანდელ სიას რო დააკვირდეთ, ხო, ვინც ეხლა გახდნენ დეპუტატები და ხვალ გაიცნობთ თქვენ. მათი უდიდესი უმრავლესობა წინა ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების მომხრე იყო. მათი მშობლები იმის წინა ხელისუფლების დროს შევარდნაძის მომხრეები იყვნენ. მათი ბებია-ბაბუები კომუნისტური პარტიის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ. ეს მემკვიდრეობითი პრინციპია, რომ სულ იყვნენ ხელისუფლებაში, ან სულ იყვნენ გამარჯვებულის მხარეს. ესეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული ეს პარტია და ისინი იბრძვიან, რომ გქონდეთ ძალაუფლება და არ თმობენ მის ხალხსაც კი. მათ რომ ოდნავი გონიერება ქონოდა ქართულ ოცნებას მაგალითად. თვითონ შეუწყობდა ხელს იმას, რომ გარკვეული პარტიები გაძლიერებულიყვნენ ამ სივრცეში, რომლებიც იქნებოდნენ, თქვათ, კონსტრუქციული ოპოზიციის რანგში, მაგრამ ყველა გადაიმტერა ქართულმა ოცნებამ. თავისი დამფუძნებლები გადაიმტერეს, თავისი ყოფილი პრემიერ-მინისტრებიდან მარტო ღარიბაშვილი ელაპარაკება მგონი მაგათ, ყველა გადაიმტერეს. იმიტომ რომ არ უნდათ, თქვათ, არაფრის განაწილება. ღორობენ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ. და ასეთ დროს იქმნება კრიზისები და ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საფრთხეს უქმნის ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგში, რომელშიც ვცხოვრობთ. ეხლა თქვენ ახსენეთ წინა პასუხის დროს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც ახლა ეკუთვნით მანდატები, უნდა შევიდნენ ისინი და იბრძოლონ პარლამენტის შიგნით. ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში ვხედავდით, რომ ოპოზიციაც მრავლად იყო წარმოდგენილი, როგორც თქვენ ახსენეთ, თუნდაც ევროპული საქართველო, მაგრამ ისინი რეალურად იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. ხო? მე თავიდანვე რომ ვთქვი, რომ და ამაზე რავი დამეთანხმეთ თქვენს, რომ ბოიკოტის გამოცხადება ეს იყო პოლიტიკური აქტი, იმისთვის რომ ლეგიტიმაცია არ მიეცათ მათი თქმით გაყალბებული არჩევნებისთვის. ხომ არ შეიძლება რომ ეს ბოიკოტი იგივენაირად იყოს გამოყენებული ახლაც, როდესაც მაგალითად 11 დეკემბერს ჩატარდება პირველი სხდომა, თუნდაც ერთპარტიული პარლამენტის შედგება, ეს ბოიკოტის რეჟიმი გამოიყენონ უკვე ოპოზიციურმა პარტიებმა შემდგომში. ანუ ამ ბოიკოტს ხომ არაფერი საფრთხე არ ემუქრება რეალურად, იმიტომ რომ მეათე მოწვევის პარლამენტში იგივენაირად იყვნენ ისინი წარმოდგენილი. ფაქტობრივად იყვნენ მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში. იმის თქმას ვცდილობ, მაგრამ ჰქონდათ თიკო მანდატი. პარლამენტში ჯდომა სიტყვაზე, სკამზე ჯდომა, იქიდან, ასე ვთქვათ, ყვირილი არ არის ხო, მაინც და მაინც აუცილებელი, რომ როგორც პოლიტიკოსები იყვნენ ხოლმე ზოგი პოლიტიკოსი, ხელისუფლება აანჯღრიონ, ასე ვთქვათ, ხო? არ არის აუცილებელი, რომ ისინი იყვნენ წარმოდგენილნი მაგალითად პარლამენტში. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, არ არის აუცილებელი, რომ წარმოდგენილნი იყვნენ, მაგრამ დასავლურ ქვეყნებში არასაპარლამენტო ოპოზიციად მოიხსენიებენ ხოლმე მარგინალურ და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ლეგალური საშუალებების გამოყენებაზე უარს ამბობენ ხოლმე. ასე რომ გარედანაც შეიძლება ბრძოლა და სამოქალაქო ომის დაწყებაც შეიძლება და რევოლუციის მოხდენაც შეიძლება და უამრავი უბედურების გაკეთებაც შეიძლება ძალაუფლებისთვის. ეს ამას სოფლიო ისტორია აჩვენებს. აქ არის საკითხი, რომ როგორ იბრძვი შენ, რა მეთოდებით იბრძვი. და კი, რა თქმა უნდა, ხარვეზები ქონდა ამ არჩევნებს ყველაფერი
ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოვლინდა ამ პრობლემებით, მაგრამ ნახეთ ყველა დათვლით, მაგალითად სამართლიანი არჩევნების დათვლით, იმისი რა ქვია, ოდირის დაკვირვებით, იქ რაღაცა ტელევიზიის რეიტინგებით, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიების რეიტინგებით, აი ამ მანიპულაციების და ყველაფრის საფუძველზე ქართული ოცნება 51%-ს გადაცდა, რაც ჭირდებათ მათ უმრავლესობის შედგენისთვის, ხო? და გარდა ამისა, რომელიც არ გადაცდენოდ, რომც არ გადაელახათ ეს ბავრაიელი, თიკო დავფიქრდეთ ხომ, ამ საზოგადოებაში ქართული ოცნება ყველას მობეზდა, ხელში ამოუვიდა. ეს შეიმჩნევა. და ეს თვალსაჩინოა. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მზად ისეთი მთავრობისთვის, სადაც პრემიერ-მინისტრი იქნება მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა მინისტრი იქნება მამუკა ხაზარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება გიგა ბოკერია, იმისი თავდაცვის მინისტრი იქნება ალეკო ელისაშვილი, ეკონომიკის მინისტრი იქნება გიორგი ვაშაძე. ამის შესახებაც არ არის ამ ქვეყანაში კონსენსუსი. ანუ კონსენსუსი არც ოპოზიციის გამარჯვების მხარეს არის, არც ხელისუფლების გამარჯვების მხარეს, არც ეც არ აქვს უდიდესი უმრავლესობა. და აი ამ დროს მე ვფიქრობ, რომ როცა 60 დეპუტატი გყავს, როცა ესეთი სუსტია შენი მოწინააღმდეგე, ესეთი არასერიოზული ხალხით არის დაკომპლექტებული ქართული ოცნება. არჩევნების პროპორციული სისტემის მთავარი ხიბლით ზუსტად იმაშია, რომ არ ვიცოდეთ წინასწარ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს. იყოს ცოცხალი პროცესი პარლამენტში, იდავნონ თუნდაც კოალიციურმა მთავრობამ იდავნოს, იყოს კრიზისი. იმიტომ რომ ჩვენ ასეთ სიტუაცია რეალურად არ გვქონია და სულ ისე ხდებოდა, რომ ერთ კაცს მეორე კაცი ანაცვლებდა. ახლა თვითონ არჩევნებზე გაჩნდა ამის შანსი, თუმცა როგორც ჩანს მაინც ვერ გაჩნდა. გეთანხმებით, თიკო, მთავარი ხიბლი პროპორციული არჩევნების სწორედ ეგ არის, რომ შემდეგ დგება კოალიცია და ასე შემდეგ. უბრალოდ მე ვსვამ კითხვას, რომ აქვს ოპოზიციას დღეს 50+1 მანდატი? გასაგებია, რომ არ აქვს ქართულ ოცნებას ამაზე ოფიციალური შედეგებით დავხვდებით, მაგრამ არც ოპოზიციის მიმართ არის და აი ამ მე რო ჩამოვთვალე ახლა ისეთი დაახლოებით ისეთი შემადგენლობის თავრობისთვის არის უმრავლესობა ამ საზოგადოებაში, თორე მერწმუნებ, თიკო, საზოგადოებას რო კონდეს ძალიან დიდი ნდობა ოპოზიციის მიმართ და ოპოზიციის მიმართ სიყვარული იყოს იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე არის ზიზღი ქართული ოცნების მიმართ, მე მგონია, რომ გაცილებით უფრო სერიოზული იქნებოდა პროტესტით, არჩევნებზეც უკეთეს, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებზეც უკეთეს შედეგს აჩვენებდა ოპოზიცია, მაგრამ აი სწორად გამიგეთ, რას ვამბობ. დღეს ვართ ჩვენ ვითარებაში, როცა უმრავლესობა არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას და ეხლა საქმე მიდის და ლაპარაკი მიდის იმაზე, თუ ბრძოლის რა მეთოდებით მოახერხებს ოპოზიცია დამატებითი ხმების მოპოვებას, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. როგორ იქნება ეს მეთოდები? ქუჩა, ბოიკოტი თუ პარლამენტი? და მე ვფიქრობ, რომ ქუჩა მით უმეტეს პანდემიის პირობებში, ბოიკოტი მით უმეტეს რომ გვაქვს საშინელი გამოცდილება ბოიკოტის საქართველოში, ხო? 2008 წელს ოპოზიცია რო არ შევიდა პარლამენტში, ჩვენ ნახეთ ომიც და ნახეთ ძალიან კონსოლიდირებული ისიც რა ქვია ავტორიტარიზმიც, ხო? არ შეიძლება ხელისუფლების მარტო დატოვება, მით უმეტეს როცა ასეთი მაღალია შენი წარმომადგენლობა. აი მე ვცდილობ რომ თქვა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში 60 მანდატის ქონა პარლამენტში ეს არის, რა ვიცი, ძალიან მაღალი შედეგი და ძალიან დიდი შესაძლებლობა. მით უმეტეს, როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოცნება არის დაკომპლექტებული ტექნოკრატებით, რომელთა გადმობირება არავისთვის არ იქნება ძნელი თუ შესაბამის პოლიტიკურ პროცესს შექმნი. მეორეც ერთი, ნახეთ, ერთსაც ვიტყვით, იკო და გავჩუმდები დიდ ბუდის გიხდით. მეორეც ერთი, ნახეთ, აქ არის იგივე ალიკო ელისაშვილი, რასაც ამბობს. რომ აქ არის საუბარი, როგორ ვიბრძოლოთ იგივე რიგგარეში არჩევნებისთვის უკვე პარლამენტის საშუალებითაც. ამაზე მიდის შეთანხმება. ჯერ თუ ვერ მიაღწიე ვერაფერს იმ საპარლამენტო ბრძოლით, ხო და ვერ დანიშნე რიგგარეში არჩევნები, რა უდგას წინ რომ მე გამოაცხადო ბოიკოტი, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, мотивация მთავარი. ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ერთნაირი პოლიტიკური კულტურის ხალხი არიან თავმოყრილი. უმრავლესობა, რომლებიც მოქმედებენ ლოგიკით, ან ყველაფერი, ან არაფერი. და ეხლა უნდათ რომ საკუთარი ძალა გამოცადონ.
ვინ აჯობებს ძალისმიერ ორთაბრძოლაში ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ვინ უფრო რადიკალური იქნება. და ეს რო არ მინდა და ესეთ იმაში ბრძოლაში ვხედავ მე ჩვენი თანამოქალაქეების ნერვების მოშულას და კიდევ უფრო მეტად გაუბედურებას, ამიტომ ვარ პარლამენტში შესulis მოხვედრე, თორე წყალს წაუღია ქართული ოცნება. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ყველა პოლიტიკურ ფიგურას და პარტიას თავიანთი მოტივაცია გააჩნია ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში. თუმცა, ობიექტური თვალი, მაგალითად, ჟურნალისტის ან ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ დანახული პროცესი ახლა ძალიან მოკლედ რომ აღვწერო. არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ დააგროვა იმდენი ხმა პროპორციულ ნაწილში და ოპოზიციამ, უпростоრად ოპოზიციამ აიღო იმდენი პროცენტი, მერე დავთვალე სხვადასხვა ძალიან მაინტერესებდა რა შანსი ჰქონდა ოპოზიციას, აი მეორე ტურებზე მაგალითად რომ არ ეთქვა უარი, ან 30-ვე მაჟორიტარი მოერგო. ოპოზიციამ რაც აიღო პროპორციულში, პლუს ამას ის 30 მაჟორიტარი თუ მოიგებდა, მაინც არ ყოფნიდა იმისთვის, რომ ოპოზიციას უმრავლესობა მოეპოვებინა პარლამენტში. მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა. ქართულმა ოცნებამ დაუწერა თუ არა უხეშად რომ ვთქვათ ოპოზიციას პროპორციულში იმდენი პროცენტი, რომ 30 მაჟორიტარის მოგების შემთხვევაშიც კი ოპოზიციას ვერ დაეგროვებინა საკმარისი, არ აიღო საკმარისი მანდატები უმრავლესობის ასაღებად. თქონი ეს ლეგიტიმური შეკითხვაა და ზუსტად აქედან მოდის ის აზრით, რომ პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ იმდენი პროცენტი დაიწერა თავისთვის და იმდენი პროცენტი მისცა პროპორციულში ოპოზიციას, რომ მეორე თქოს აზრი დაუკარგა. იმ 17 მაჟორიტარულ ოლქს გულისხმობს მეორე ტურები რაც შედგა. ამაში ხო არის რაღაც ლოგიკა? არის რაღაც ლოგიკა, მაგრამ ეხლა ვიცით თიკო, უმრავლესობასაც ხო გააჩნია. თქვა წარმოიდგინეთ, რომ ქართულ ნაციონალურ მოძრაობას მოიგო გლდანის ოლქი. ამის ძალიან დიდი შანსი ჰქონდა. და გლდანი არის ყველაზე დიდი ოლქი საქართველოში და ცენტრალური ოლქია ამის საარჩევნო თვალსაზრისით. რაოდენ არაპრესტიჟულ უბნადაც არ უნდა ითვლებოდეს, თქვათ, ზოგიერთი ცენტრალურ უბნებში მცხოვრები თბილისელებისთვის. ხო, ქუთაისი არის საქართველოში რიგით მესამე ქალაქი, მაგრამ თავის გავლენით და საპროტესტო იმითი ელექტორატით და თავისი პოლიტიკური პოზიციით არის ძალიან სერიოზული ქალაქი, მიუხედავად ყველაფრისა. ქუთაისში გრიგოლ ვაშაძეს ნამდვილად ჰქონდა გამარჯვების შანსი, იმდენად დიდია, თქვათ, ქუთაისში ადამიანების სოციალური გაჭირვება, გაუცხოება და გამწარება ამ ხელისუფლებაზე. ზუგდიდი და სამეგრელო, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ზურგი და ხერხემალი, რა ვიცი, უკვე 10 წლეულებია ჩვენი სახელმწიფოს. იქაც ჰქონდათ გამარჯვების შანსი. და წარმოიდგინეთ ქართული ოცნება, რომელიც არის უმრავლესობაში, მაგრამ წაგებულია ყველა დიდი ქალაქი. წაგებულია ყველა დიდი რაიონი, არ ყავს გამოჩენილი და მებრძოლი ლიდერები, არ აქვს შესაბამისი მედია რესურსი და ოპოზიცია არის ესეთი ძლიერი. გამარჯვება მხოლოდ რიცხვები გაგეთმებოდით და ვერც თუნდაც გამოჩენილი სახები არ ყავს, ძალიან დიდი ფულადი რესურსი არის ქართული ოცნების. ფულადი რესურსი არის ძალიან, ფულადი რესურსი ძალიან დიდია, მაგრამ მედია რესურსი ახლა ყველა რეიტინგი აჩვენებს, ვის უფრო მეც უყურებენ და ვის უფრო ნაკლებს. ასე რომ იქით მოკლედ მე ცითრისით თქმა მინდა, რომ აი მე მინდა გითხრათ, აი რატომ აღწერ ეს ყველაფერი, რომ გამარჯვება და დამარცხება საპარლამენტო დემოკრატიებში არ იწომება მარტო პროცენტებით და დეპუტატთა რაოდენობით. ეს არ არის მათემატიკა ჩვეულებრივი და არითმეტიკა. პოლიტიკა არის ცოცხალი პროცესი, ადამიანებთან გვაქვს საქმე. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვათ, გავლენებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვათ, შემადგენლობას ოპოზიციის, ხელისუფლების, თვისებრივ მახასიათებლებს. და მე ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა ხო სჭირდება, კონკრეტული რაოდენობა. კი ბატონო, გეთანხმებით, ეგ კიდე ცალკე თემა. მე უბრალოდ გეუბნებით, რომ რაც არ უნდა ცუდად მოგექცენ და გააყალბონ არჩევნები, როცა ხვდები შენ, რომ უმრავლესობა შეიძლება ხელისუფლებას არ ემხრობა, მაგრამ არჩევნ არ გემხრობა, მაშინ თუ გინდა სტაბილურობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში, უნდა გამოიყენო ის შესაძლებლობები, რაც მოგეცა. ხო? აი თქვა საარჩევნო იმისი ცვლილება უნდათ ეხლა და ვიცით, რომ ჩვენ საარჩევნო კოდექსს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. როგორ უნდა შეიცვალოს ეს რევოლუცია, მე ახალი მთავრობა და ის მთავრობა შეცვლის. ეგებ ეხლა დავიწყოთ. მოვემზადოთ აგერ 1 წელიწადში ახალი არჩევნებია, რომელიც
რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შედგება ეს არჩევნები თვითმმართველობის. მოკლედ, მე ჩემი პოზიცია რომ შევაჯამოთ იკო, მე ქართული ოცნებას დასანახავად ვერ ვიტან. მაგრამ არც თქვათ ამ ოპოზიციის არ მჯერა. ამიტომ მომხრე ვარ აი ამ შვიდობიანი მეთოდებით, რომ ეს ძალები შეეჭიდონ ერთმანეთს პარლამენტში, სანამ ისეთი პარტია გამოჩნდება, რომლის ასე თქვათ ნდობა მე მექნება. ოპოზიცია უნდა შეეჭიდოს, ხო? ამ ქართულ ოცნებას, რომლის იმედიც არ გაქვს, როგორც არც ქართულ ოცნებით, ისევე არის ოპოზიციის მხარესაც და თქვენ გონიათ, რომ ქართულ ოცნებას არ ექნება რთულად საქმე, როცა ძლიერი ოპოზიცია იხოლება პარლამენტში და ასე მარტივად შეძლება ყველაფრის გატანას. 6 და 7 კაცი უქმნიდა მას დისკომფორტს პარლამენტში და ისე ერთბაშად ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას. ასე რომ ეს პროცესია, ბრძოლა და მე ვარ მომხრე მშვიდობიანი საპარლამენტო ბრძოლის და არა ქუჩის ბოიკოტის. იცით რატომ? თქო რომ ნანახი მაქვს. ეს ფილმი, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ნანახი მაქვს, შესწავლილი მაქვს. ვიცი, რომ ეს მთავრდება ან ბედურებით მთელი ქვეყნისთვის, ან მთავრდება, ისი რა ქვია, რაღაცა კომედიით. და არც კომედია მითხრა, არც უბედურება, მინდა რომ რა დარღვევებიც იყო, იმისთვის ბრძოლა გაგრძელდეს მშვიდობიანი მეთოდებით და მგონი ესეთი სურვილი ბევრს აქვს ამ ქვეყანაში. გეთანხმებით, რომ წინამორბედის პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ნამდვილად უქმნიდა დისკომფორტს ქართულ ოცნებას და ხშირად ესე ჩანდა მაყურებლის თვალით, რომ დასცინოდნენ, აღუჩად იგდებდნენ, შემდეგ გახარი ამოვიდოდა ის 1-2 კაცრ სიტყვას იტყოდა ხოლმე და რაღაც მომენტში იქნებოდა შოუს ელემენტები, რითიც მაყურებელი ტელევიზორთან დასწრებოდა და უყურებდა ამ შოუს. თუმცა აქვე ის უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური შოუ კანონებს ვერ ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მოიტანს, თუ პოლიტიკური ნება არ იყო. და ახლა ამ სიტუაციაში ქართულ ოცნებას იმდენი მანდატი აქვს, რომ თუ პოლიტიკური ნება არ იყო, საკონსტიტუციო ცვლილებები უბრალოდ ვერ მოხდება. ბოლო შეკითხვას დაგიხსნით მაშინ, რა არის თქვენი საბოლოო მოლოდინი, აი ხვალ ვიხილავთ უკვე პირველ ხდომას, ესეთი შთაბეჭდილება ვრჩება, რომ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, აი შემდეგ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, სადამდე მივა ეს პროცესი და მოკლედ როგორ აღიქვამთ მე მარტივად შემიძლია გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რომ ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს, ეს არის მოლოდინი კრიზისისა. ჩვენ გველის წინ კრიზისი, ასეც და ისეც, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი, თორე ეკონომიკური კრიზისი და პანდემიის კრიზისი და რეგიონალური კრიზისი და უბედურება რო ტრიალებს ჩვენ ცირკვლივად, ისედაც ვიცით. მე გეუბნებით პოლიტიკური თვალსაზრისით გველის კრიზისი, იმიტომ რომ ხელისუფლება დათმობებზე მიდის, მაგრამ მიდის ძალიან გვიან ამ დათმობებზე. მის დათმობებს დღეს მნიშვნელობა აქვს დაკარგული, დიალოგის რესურსი გაფანტულია, ყველა ხიდი დაწვა და ჩვენ მივიღებთ კრიზისს. ეხლა იქ 3 დეპუტატი შევა თუ არ შევა. ფაქტია, რომ ეს პარლამენტი იქნება არასრულფასოვანი პარლამენტი. საპარლამენტო დემოკრატია სჭირდება სრულყოფილი პარლამენტი და საპარლამენტო დემოკრატია არ არსებობს ოპოზიციის გარეშე. ოპოზიცია არის ერთ-ერთი მთავარი აზრი განსაკუთრებით საპარლამენტო დემოკრატიისა. და ეს აზრდაცლილი რაღაცა სისტემა გვექნება ჩვენ, სადაც ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყავდეთ ცხენი და ერთი ფეხი არ ქონდეს. ხომ, სამფეხა ცხენი. აი ეს არის ჩვენი მოცემულობა დღეს და აი როგორ და რანაირად შეიცვლება ეს ყველაფერი, ნახოთ, დანარჩენი მერე გამოჩნდება. კი ბატონო, საკმაოდ არაპოზიტიური პროგნოზია, თუმცა ფაქტი ეს არის, რომ ეს კრიზისი სანამ რაიმე გადაწყვეტილება არ მიიღება, სანამ შეთანხმება არ შედგება, იქნება კრიზისი. ძალიან დიდი მადლობა, ლევან, დიდი მადლობა თქვენ, სხვათა შორის გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ მოველოდით, თუ ესეც საინტერესო იქნება და ჩვენი დიალოგი მე ხო თქვენ არ გიცნობდით და მაინც ესე დიდი, ესეთი საინტერესო იმისი, რა ქვია, ასთა გაცვლა დამოცვლის მოლოდინი არ გქონდა და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამ სიტყვებისთვის. მაყურებელს ვეცხრობ, რომ ამით დღევანდელი ლაიｖი ჩართვა დასრულებულია. ნახვამდის მადლობა რომ გვერდით. კარგად წარდება.